სახელითა მამისაით და ძისაითა და წმინდისა სულისაით. დღევანდელი დღე მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის სასიხარულო უნდა იყოს. დღევანდელი დღე იწოდება როგორც დღე ზეიმისა მართლმადიდებლობის ზეი. თავის ისტორიული წანამძღვრები აქვს, რა თქმა უნდა, ამ დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ უკვე მე რამდენად იზეიმა გამარჯვება მართლმადიდებლობამ, ქრისტიანობამ, წვალებლობაზე, არასწორ მოძღვრებაზე. კონკრეტულად ეს დღე დაწესდა მაშინ, როდესაც მართლმადიდებლობამ გაიმარჯვა წვალებლობაზე, რომელსაც ერქვა ხატმებრძოლობა. როცა არ ესმოდათ ადამიანებს და სასტიკი დევნა იყო სხვათა შორის ამ დროს იმპერიაში, ბიზანტიაში, მართლმადიდებლების შეურაცხყოფდნენ ხატებს და ყველა იმას, ვინც ხატს მიაგებდა პატივს და ხატის პატივის მიგებით პატივს მიაგებდა მასზე გამოსახულს, თაყვანს სცემდა მასზე გამოსახულს. და მთლიანობაში შეიძლება ასე ითქვას, რომ ეს იყო დაგვირგვინდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებით და ეს იყო კიდევ ერთხელ გამარჯვება, როგორც გითხარით, მართლმადიდებლობის. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ისტორიის მიმოხილვას ვერ დავიწყებთ, იმიტომ რომ თუ დღევანდელ დღეს არ დაუკავშიროთ ყოველივე ეს თუ რას ნიშნავს ჩვენთვის მართლმადიდებლობა და საერთოდ რას ნიშნავს ხატი, მართლმადიდებლობაში. ხატი თავად ქრისტია ღმერთისა. ფილიპი არიცი, ვინც მე იხილა მამაი, ეუნება უფალი ფილიპეს. ქრისტეს ხილვა და ფიზიკური თვალით მის ხორციელ ბუნებას ხედავ, მხოლოდ ქრისტეს ხილვა მამის ხილვას ნიშნავს, იმიტომ რომ ქრისტე ხატია მამისა. და აქედან უკვე ჩანს, რომ ხატის ცნება ქრისტიანობაში განსაკუთრებულია. იგი არ არის რაღაც უტყვი, უსულო, მკვდარი სიმბოლო. არამედ იგი ცოცხალია. ცოცხალია, იმიტომ რომ ძე ღმერთი არის ღმერთი მამის თანაარსი. ჩვენ ვართ ძის ხატნი. ჩვენ ღმერთმა შექმნა ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ თვისისა. ანუ ხატის ხატი ვართ, ანუ ძე ღმერთის ხატნი ვართ. და რადგან ხატს ეს დატვირთვა აქვს, ანუ იგი ცოცხალი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ ქრისტეს ხატნი ვართ. ანუ ჩვენ არა ვართ რაღაც უსიცოცხლო სიმბოლო ღმერთისა, არამედ ცოცხალნი ვართ, ანუ მსგავსნი უნდა გავხდეთ. და ყველაფერი, ისაც ქრისტიანობას ეხება, ყველაფერი ძალიან ცოცხალი უნდა იყოს. ჩვენ მორწმუნენი ვართ და თუ ჩვენი რწმენა არ იქნება სიცოცხლე, მაშინ ეს უბრალო იდეოლოგიად გადაიქცევა. მშრალ იდეოლოგიად, რომელსაც არაფრის მოცემა არ შეუძლია ჩვენთვის. რომელიც მხოლოდ გაგვაბოროტებს, იმიტომ რომ ყოველთვის შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც სხვა იდეოლოგია აქვს. ხოლო ქრისტიანი ვერ უნდა გაბოროტდეს, როცა სხვა სოხდელობის ადამიანს ხედავს, იმიტომ რომ რწმენა ჩვენთვის იდეოლოგია კი არ არის, რწმენა ჩვენთვის სიცოცხლეა და ეს სიცოცხლე არის ღმერთი, შეუძლებელია ღმერთი გაბოროტდეს. ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული. რწმენას თავისი ღვთისაგან მოცემული ჭეშმარიტებანი გააჩნია, ღვთისაგან მოცემული ბრძანებანი გააჩნია. ანუ ის, რასაც ჩვენ უწოდებთ დოგმატებს. დოგმატები არ არის ასევე მშრალი რაღაც პოსტულატები, იგი ჩვენს ცხოვრებაში. აი სიცოცხლით, ღვთაებრივი სიცოცხლით ახსავსე ცხოვრებაში უნდა გატარდეს.
თუ ისინი ცხოვრებაში არ გატარდა, რას ნიშნავს ცხოვრებაში არ გატარდა? თუ თითოეულმა ჩვენთაგანმა არ იცის, რომ თითოეული დოგმატი მის სულის ცხონებაში რა დიდ როლს ასრულებს და თითოეულ ჩვენთაგანმა თუ არ გამოიყენა ეს დოგმატები საკუთარ პირად გადარჩენაში, მაშინ ისინი უბრალოდ ფილოსოფიურ პოსტულატებად გადაიქცევა და ასევე არაფრის მომცემი არ იქნება ჩვენთვის. ამიტომ ადამიანი, რომელიც განსწავლულია თეორიულ ღვთისმეტყველებაში, შეიძლება ხარისხიც ჰქონდეს და პროფესორიც იყოს ღვთისმეტყველების. მან თუ თავის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში არ გაატარა ეს, მისთვის ეს არაფრის მომცემი არ არის. ხოლო ჩვენთვის, ვისაც ღვთისმეტყველების ხარისხი არ აგვაქვს და არც ვესწრაფით, თუ ჩვენ არ ვიცით ეს დოგმატები და არ ვიცით მათი პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით არ ვიცით ისინი, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენ ცხოვრებაში, რა კავშირში ისინი ჩვენ სულის ცხონებასთან, ჩვენ არა ვართ ქრისტიანები. არ გაგიკვირდეთ ეს რო გეუბნებით, იმიტომ რომ მაგალითად, როცა ადამიანი ინათლება, მან წამსი უნდა იცოდეს და წამსი არა გაზეპირებულად წარმოთქმული. ან ისე უბადრუკად ჩატარებული ეს ღვთისმსახურება, რომ თავად მღვდელი ამბობს ხოლმე. იმიტომ რომ მოსანათლმა ეს არ იცის და არც ნათლია. ეს საერთოდ რომც იცოდეს და ან არ იცის და წააკითხებენ, ეს ესეთი აბსურდია. იმიტომ რომ წამსის წარმოთქმა ნიშნავს არა იმას, რომ რაღაცა მექანიკურად სიტყვებით თქვა და მორჩა ეს არის. არამედ მან უნდა იცოდეს, წამსის თქმა ნიშნავს, რომ მოსანათლმა იცის რა მოგცა ღმერთმა, რა სწავლება გამოგვიცხადა ღმერთმა. დოგმატი არის ღმერთისაგან გამოცხადებული, ჩვენი სულის საცხოვნებლად მოცემული სწავლება. როგორ შეიძლება ინათლებოდე, როგორ შეიძლება აღსარებელი და მაზიარებელი იყო და არ იცოდე. შეუძლებელია, აბა მაშინ ქრისტიანი როგორ ხარ? მან გამოგიცხადა ეს, რომ ეს გაგეგო. ამას რო გაიგებდი, მე გაგჩენოდა სურვილი, რომ გამختارიყავი ადამიანად მოსული ღმერთის, ანუ ქრისტეს მოწაფე და შემდეგ მონათლულიყავ. და არა პირიქით, ან ისე საერთოდ რომ ხარ ქრისტიანი ეზიარები კიდევაც და წარმოდგენა არა გაქვს ქრისტიანობა რას ასწავლებს. ამის იცით როგორი მაგალითებია, რამდენი დაწყებული იქიდან რომ ადამიანები ეზიარებიან და სახარებას არ კითხულობენ და არ იციან რა წერია შიგნით და თვლიან რომ ერთხელ წაკითხული თუ აქვს ეს არაფრის მომცემი არა. იმიტომ რომ სახარებას ხშირად გვითხოვს მადლი ახლა. ადამიანს წყალს ასხავენ სამჯერ და იგი ქრისტეშვილი ხდება. ადამიანს სურნელოვან ზეთს ცხებენ, მირონს რომ უწოდებენ და ადამიანი ამ დროს ადამიანს ეძლევა სულიწმინდის მიერი ნიჭები. უკვე მეორედ შობილ ადამიანს, ანუ ქრისტეშვილს. ადამიანი მოდის წირვაზე და პურისა და ღვინის სახით. ქრისტეს ხორცს, ჭეშმარიტ ხორცს და ჭეშმარიტ სისხლს იღებს. ადამიანი რაღაცას ამბობს გულიდან აღმოსულს და ღმერთს ესმის, შენი ენა და შენი მეტყველება. შენი სულის ენერგია, სიტყვა ხო სულის ენერგია. ზოგს გონია რომ თავარი არის ბგერების წარმოთქმა. ან ჰაერში გაბნეული ეს ბგერები, ან ელექტრონული იმპულსების სახით თუ ჩუმად არის. ამიტომ ჩვენი ლოცვა ძალიან ხშირად მექანიკურია ხოლმე. თავარი წავიკითხო აქედან აქამდე, ან ბგერები წარმოთქვა, ან ჩემს ტვინში იმპულსებმა შესაბამისი მოძრაობა განახორციელოს ტვინის ქერქში. ეს ლოცვა არა. ღმერთს რა შეჭირდება შენი ტვინის იმპულსები, ან რა შეჭირდება ჰაერში გაფრქვეული ბგერები. ღმერთს შენი სულის ენერგია უნდა, ამიტომ თუ ამ სიტყვებს, წარმოთქმულს, ან გააზრებულს არ შეესაბამება ადეკვატურად შენი სულის ენერგია, ის ლოცვა არა. აი გონიერ ლოცვაზე რო საუბრობთ ხოლმე. ხოლო როცა ის შენი სულის ენერგია ღმერთს ესმის ნიშნავს რომ დიალოგში შემოდი შენ. იმიტომ რომ ეკლესიაში არის მადლი. და ასევე, როცა კითხულობ წმინდა წერილს, იგი უბრალოდ ინტელექტზე ზემოქმედების საშუალება კი არ არის. რადგან ეკლესიაში მადლია, რადგან წმინდა წერილი მადლის მიერი ენერგია, წმინდა წერილის საშუალებით თავად ღმერთი გესაუბრება შენ შიგნით, სულში, იმ ენერგიით, რომელსაც ეს სიტყვები ატარებს. ამიტომ არ შეიძლება მის გარეშე ყოფნა. ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს უგულებელს ყოფა, ნიშნავს იმას, რომ შენ ღვთის მკვდარი ხატი ხარ. არადა უნდა იყოს ცოცხალი ხატი.
არა პოტენციაში მყოფი მხოლოდ როგორც ყველა ადამიანი, არამედ როგორც ქრისტიანი, ცოცხალი ხატი მსგავსებისაკენ რომ მიისწრაფოს. განსაკუთრებულად ეს რა თქმა უნდა ეხება მღვდლებს, რომელიც პირდაპირ გაგებით არიან ხატნი ქრისტესი. რატო პირდაპირ გაგებით? ისინი მათ აქვთ ვალდებულება რომ ქრისტეს საქმე გააგრძელონ და ევქარისტიის დროს, როცა წირვა არის. ისინი უშუალოდ ქრისტეს სიტყვებს ამბობენ და ცუდი სიტყვაა, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მოვძებნე, ქრისტეს განასახიერებენ წირვის დროს. წარმოგიდგენიათ, თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენ სიმაღლეზე, და რას ნიშნავს ჩვენ სიმაღლეზე? ფრთები გამოვიბათ? არა. ჩვენი სიმაღლე ნიშნავს ის მაინც გავიაზროთ, სად ჩვენ და სად ღმერთი და რა მსახურებაზე დაგვაყენა და რა თანამდებობა მოგცა, ანუ რის წინაშე ვართ ვალდებული. თანამდები ხო ვალს ნიშნავს. და შესაბამისად ვიცხოვროთ. არა მარტო წირვის დროს, თუმცა ვაგლახ ჩვენ რომ წირვის დროსაც ვერ ვიქცევით ისე. არა შინაგანად ჭუჭყითა და ჭაობით სავსენი ვართ, გარეგნულათაც კეთილგზაულებას ვკარგავთ საკურთხეველში ხშირად ჩვენ სასულიერო პირები და როგორ აღარ ვიქცევით, როგორ აღარ შეურაცხყოფთ უფალს ჩვენი გარეგანი ქცევებით. და რა თქმა უნდა გარეთ, როდესაც გარეთ ვართ, როცა საკურთხევლის გარეთ ვართ, როცა ტაძრის გარეთ ვართ, როცა ამა სოფელში მიმოვიქცევით, როცა გძინავთ, როცა ვჭამთ, როცა ვსვამთ, როცა ბაზარში ვართ, სულ ერთია, რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფერს ღვთისადიდებლად იქმოდეთ, ბრძანებს პავლე მოციქული და თუ არა, მაშინ შენ ხარ შეურაცხყოფელი ქრისტეს ხატისა. და რა განსხვავებაა მაშინ შენსა და იმ ხატმებრძოლებს შორის, რომლებიც ფიცარზე დაწერილ ხატს შეურაცხყოფდნენ. ერთი ისტორია ესეთი ხატმებრძოლობის პერიოდის, როდესაც ეს მეფის წარმომადგენლები, რომლებიც მეფის ბრძანებით, რომლებიც ხატებს ებრძოდა, შეურაცხყოფდნენ ხატებს, ამტვრევდნენ უძველეს ხატებს, ძალიან ბევრი ხატი განადგურდა მაშინ. საქართველოში ამ წვალებლობას არ ჩამოუღწევია, იმიტომ რომ იქ ისე დასრულდა, რომ ჩვენამდე არ ჩამოაღწია. მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ბიზანტიის შემადგენლობაში არ ვიყავით. და როცა ერთ-ერთ მამასთან ბერთან მივიდნენ და ითხოვენ მისგანაც სიტყვას, იმიტომ რომ ავტორიტეტი ჰქონდა ამ ბერს და როგორ გამოართმევს ეს მონეტას, როგორც ერთ დროს ქრისტე გამოართმევს მონეტას და მაშინდელ მონეტაზე ბიზანტიის იმპერატორები იყვნენ და დაანერწყვებს, დააგდებს და ფეხით შედგება და ისინი გამწარდებიან მეფის ლეგატები, კინაღა მოკლეს, ანუ მეფე შეურა და რატო ბრაზდებით, ეკითხება რა ფიქრობთო თქვენი მეფე შეურაცხყოფილია ამით და მაშინ რატომ არ არის ქრისტე შეურაცხყოფილი, როცა მის ხატებს ამტვრევ და შეურაცხყოფ და რატომ არ არის შეურაცხყოფილი ქრისტე, როდესაც ქრისტიანი ადამიანი არ აღირსეულ უღირსად ცხოვრობს და რატომ არ არის ქრისტე შეურაცხყოფილი მაშინ, როცა მღვდელი უღირსად იქცევა საკურთხეველში წირვის დროს და წირვის გარეთ, ტაძრის გარეთ და როცა ამ სოფელში მიმოდის მაშინ, როცა შეურაცხყოფს. ასე რომ ხატმებრძოლობა ისტორიაში არსებული რაღაცა მწვალებლობა კი არ არის. და ის შეჩვენება ხატმებრძოლებზე და ყველა იმ მწვალებლებზე, რომლებმაც ქრისტე ვერ დაინახეს და ის ანათემა მათზე კი არ არის, მხოლოდ არამედ ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც დღეს 21 საუკუნეში იწოდებიან არა ქრისტიანებად და მით უმეტეს ღვთისმსახურებად ქრისტეს ხატს თავის თავში შეურაცხყოფენ. ამიტომ გარეგანი ეკლესიურობა, გარეგანი კუთვნილება, ნომინალური კუთვნილება ეკლესიისა ჯესულაც არ ნიშნავს, რომ შენ ეკლესიის წევრი ხარ. შენ შეიძლება ანათემირებული იყო ღვთისაგან, თუმცა გარეგნულად შეიძლება მღვდელი და ან ერისკაცი იყო ქრისტიანი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენ თავში ღვთის ხატი. არა შევინარჩუნოთ, არამედ უფრო სწორი იქნება გავაცოცხლოთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბადებით ამგვარად, ანუ ჩვენ ვიბადებით უკვე ქრისტეს ხატად. მაგრამ ეს ჩვენი დაცემული ბუნება მას ფარავს ხშირად და იგი უნდა გავაცოცხლოთ. უფრო სწორედ იგი უნდა აღორძინდეს ჩვენში. ყველა პირობა გვაქვს ამის. მე
დღეს ვეცადე რომ ჩემით არ მესაუბრა, თუმცა ამდენი ხანი ჩემით საუბრო. მე ძალიან ბევრი ამონარიდი გავაკეთე წმინდა წერილიდან. რატო აწვალეთ ამბავს, უთხარით რა გააკეთოს. მე მინდა რომ წმინდა წერილის საშუალებით, დღეს აღმოკითხული სახარების საშუალებით, დღეს აღმოკითხული 60 ქულოს საშუალებით და ასევე სხვადასხვა ადგილებით წმინდა წერილიდან, რომელიც რა თქმა უნდა არის ძალიან მცირეოდენი ნაწილი წმინდა წერილიდან, სადაც ჩანს თუ რას ნიშნავს ქრისტიანი იყო და რას ნიშნავს გააცოცხლო შენში ქრისტეს ხატი, ანუ როგორ გახდე ღმერთის მსგავსი. დღეს იოანეს სახარებიდან იყო საკითხავი წირვისას და გახსოვთ ეს ფილიპეს მოქცევა და აი რა საინტერესო თემები არის თქვა და საკითხები იგივე ამ სახარებიდან, რომელიც ჩვენ როგორც ქრისტიანებს გვეხება, რა შემთხვევაში ვიქნებით მსგავსების გზაზე დამდგარნი, ანუ რა შემთხვევაში არ ვიქნებით შეურაცხმყოფელნი ჩვენში არსებული ღვთის ხატის. სახარების მიხედვით დავალაგე, თუმცა ეს დალაგება შეიძლება სხვადასხვანაირად დალაგდეს სხვა შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში დღევანდელი სახარების საკითხავით იოანეს პირველი თავია ეს. პირველი თვისება ამ სახარების საკითხავის მიხედვით და არა თქვათ რაღაცა სხვა შინაარსის მიხედვით. პირველი თვისება ეს არის მაძიებლობა. ადამიანი უნდა იყოს მაძიებელი ღმერთისა. არა ის, ვინც ჯერ უწმუნოა, ან ის, ვინც კათაკმებელია, ან ვინც ახალი მოსულია, ან ვინც ერისკაცია, არამედ ყველა, მათ შორის მღვდელიცა და ეპისკოპოსიც ყველა უნდა იყოს ღმერთის მაძიებელი. მაძიებლობა ქრისტესთან ურთიერთობისა, ღმერთთან ურთიერთობის ძიება არის უმნიშვნელოვანესი ნიშანი იმისა, რომ შენ ხარ ცოცხალი ხატი ღვთისა, ანუ მაძიებლობისაკენ ისრაფი, მსგავსებისაკენ ისრაფი. აი იოანეს სახარებაში. როგორია ფილიპე? ფილიპეს არ ჯერა რომ ნაზარეთიდან რაიმე სიკეთე შეიძლება იყოს. უпроსორეთ ნათანაელის მოქცევაზეა საუბარი უკაცრავად. ნათანაელს არ ჯერა რომ ნაზარეთით რაიმე შეიძლება სიკეთე იყოს, მაგრამ არის მაძიებელი. და მაძიებლობის გამო მეგობარს ფილიპეს თანხმობას აძლევს რომ გაყვეს. ფილიპე მას ეუნება არ ჯერა და ფილიპე ეუნება მოვედ და იხილე. ნათანაელი მაძიებელი, ამიტომ მიდის და იხილავს. რომ არა ნათანაელის მაძიებელი ბუნება. რომ არა ნათანაელის მაძიებელი ბუნება. ნათანაელი მას არ ნახავდა. რაში შეიძლება ეს ჩვენ გამოვიყენოთ? ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად უნდა ვიყოთ აქტიურნი მაძიებელნი ღმერთისა. ეს მაძიებლობა ძალიან ბევრ რამეში ვლინდება. რა თქმა უნდა, შემოქმედებითი მიდგომა ლოცვაში. შემოქმედებითი მიდგომა. უნდა იყო მაძიებელი. როგორ ილოცო, რომ ღმერთმა შენ გულში შემოაღწიოს, ანუ შენმა გულმა ღმერთი დაინახოს. როგორ განიწმინდო შენი გული. იკითხო წმინდა წერილი და წმინდა მამები, სწორედ ამ შემოქმედებითი მიდგომით. არა მექანიკურად. არამედ მაძიებლური სული. ყველგან და ყველაფერში ეძებდე ღვთის ხელს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა შენს პირად ცხოვრებაში და შენს გარემოცულ სამყაროში. და ყველგან კონდეს უნარი, ყველგან დაინახო ღვთის განგებულება. ყველაფერში შენს ცხოვრებაში, შენი ახლობლების ცხოვრებაში, ეკლესიის თლიანად ცხოვრებაში, ჩვენი ერის ცხოვრებაში, სოფლიო ცხოვრებაში, ყველაფერში დაინახო ღვთის ხელი. ეძებდე მუდამ ღმერთს ეძებდე. მეორე ზნეობა. არ არის საკმარისი იყო მაძიებელი, ზნეობაც უნდა გქონდეს. ზნეობა არა ისეთი ფარისეულური, რომ სხვების მოსაჩვენებლად რო კარგი ხარ, არამედ შინაგანი ზნეობა. აი, როგორ ახასიათებს მისკენ მიმავალ ნათანაელს უფალი. აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისათან ზაკვარი არ არის. ზაკვარი არ არის. რას ნიშნავს ზაკვარი არ არის? ფარისეველი არ არის. ანუ აი რაც არის გარედან, ის არის შიგნიდან. იმიტომ რომ თუ შენი შინაგანი და გარეგანი არ შეესაბამება ერთმანეთს, შენ შიგნით მზაკვრობა გაქვს. ანუ მზაკვარი ხარ. ზაკვა არ არის ნიშნავს, ეს არის გულწრფელი ადამიანი. ანუ ზნეობის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინება გულწრფელობა.
სიყალბე რომ არ არის შენში. ეს კიდევ ერთი აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენში ღვთის ხატი გაცოცხლდეს. მესამე ამ სახარების მიხედვით იოანეს პირველ თავს გულისხმობ. ეს არის ნამდვილი ლოცვა, აი სულის ენერგია რო ვახსენე, ანუ გონიერი ლოცვა. როდესაც შენ ღმერთს ესაუბრები არა სადღაც, არამედ შიგნით, როგორც უფალმა გვასწავლა, სასופველი თქვენს გულში ეძებეთ. ეს საიდან ჩანს? მიუგო იესო მე საიდან მიცნობო და ნათანელი ეკითხება, როცა შენში არ არის მზაპრობაო და საიდან მიცნობო კითხვასვა. და როგორ იცნობს უფალი თქვენს ადგილი? მიუგო იესო და თქვა მას. პირველ ფილიპეს ხმობამდე შენ და იყავ რაი ლეღვსა ქვეშე გიხილე შენ. ნახეთ? ნათანელი ლეღვის ქვეშ ზის ალბათ. და არავინ არ იცის მის შიგნით რა ხდება. მაგრამ ის შიგნით ხდება რა? იგი გონიერ ლოცვის მდგომარეობაშია. ანუ რა? ის თავის შიგნით გულში, გულის გულში, ან გონების გონებაში, როგორც გრიგოლ პალამა ამბობს. ანუ გონება ეს არის ენერგია სულის. სული არის არსი, მისი ენერგია არის გონება. ეს არის, ეს ტვინის ფუნქცია. აი იქ მას აქვს ღმერთთან ურთიერთობა, რომელიც რა თქმა უნდა არავინ იცის. მაგალითად, როცა ადამიანი გარეგნულად ლოცულობს და სიტყვებს წარმოს თქვავს და ჩართული არ არის მასში შინაგანი სამყარო, ეს ლოცვა არ არის. ამიტომ ვიღაცამ რო გითხრას, რომ ეხლა შენ ღმერთთან კავშირი გქონდა, თუ გულწრფელი და გონიერი ადამიანია, იწვის რომ ანუ შენი ღმერთმა, გაიგო ეხლა შენი ღმერთმა. მოგცა პასუხი ღმერთმა. თუ ადამიანი ხილში არ არის, მაგრამ როგორც წესი ადამიანი რომელიც მხოლოდ ამგვარად ლოცულობს წლების განმავლობაში, გარეგნულად ლამაზად, აი ეს სხაპასხუპი ძალიან ბევრ რაღაცებს ამბობს, როგორც წესი ეს არის წყარო ხიბლის. ხშირად იციან ხოლმე თუ ადამიანის სოცხალი მაძიებლობა აქ ღმერთისა, შენ ხიბლში ხარ გეტყვია. როცა ესე იტყვია, უნდა კითხვა, აბა ხიბლი რა არის გამიმართ. რა არის ხიბლი? და არ იციან რა არის ხიბლი. დაინახავენ სიცოცხლეს, მკვდრები და სიცოცხლე ხიბლი გონია. ხოლო ხიბლს იწვევს სწორედ ეს გარეგანი ლოცვები. ჩემი სიტყვები არ არის, ამას წმინდა მამები გვასწავლია. და როცა საკუთარი თავი მოგწონს და როცა მე გგონია, რომ ეს გარეგნული ლამაზ მჭერმატყველული კარგი ხმით წარმოთქმული სიტყვები არის ლოცვა. და მე როცა გგონია, რომ ღმერთმა ისმინა, მე როცა ისიც გგონია, რომ პასუხიც მოგწ. თუ გონიერი ადამიანია და გულწრფელი, გეტყვის, რომ აი მე ვკითხულობდი ლოცვას, მაგრამ მე არ ვიცი, მე მივაწვდინე ხმა ღმერთს. გასაგებია, რა ამის უდანაზეა საუბარი. არა იმაზე, რომ შენ ეს ჰაერის რხევა ესმის. ერთ-ერთი მუსულმანი ღვთისმეტყველი, ღვთისმეტყველი ბრჭყალებში ესე უწოდებენ ხოლმე და ღმერთს ისიც ესმისო შავ ქვაზეო, შავი ობობაო, ჩუმად რომ დადისო ღამეო. ეს ესეთი პოეტური გამონათქვამია. ღმერთს ყველაფერი ესმის, იმ ობობის სიარულის ესმის. აქ რაზეა შენი სულის ენერგია თუ მიაწვდინა ღმერთთან. შენი სული თუ გაეხსნა ღმერთთან. და მისგან პასუხი თუ მიიღე და გულწრფელი და პატიოსანი ადამიანი თქვის, რომ არ ვიცი, რავი, მე კი წავიკითხე, მაგრამ არ ვიცი. აი როცა ადამიანის სული იხსნება ღმერთის მიმართ და შენი სულის ენერგია ღმერთს უწოდება ღვთის საყდრამდე როდის, როცა გონიერ ლოცვაში ხარ, მაშინ პასუხს იღებ ღმერთისაგან, იმიტომ რომ შენი სული გძნობს ღმერთთან კავშირს. და მაშინ რა თქმა უნდა, რომ ეს დიალოგი რო შედგება, შენ იცი ღმერთთან ურთიერთობა ქონა და აი ნათანელი იყო ამგვარ მდგომარეობაში და არავინ იცის გარდა ღმერთისა და ნათანაელის. ამიტომ გონიერი ლოცვა, ამიტომ უთხრა გიხილევ. ამიტომ დაიჯერა მე რომ ის წინაშე ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო და იმიტომ რომ არავინ არ იცოდა და ქრისტეს საერთოდ უნდა ცოდნოდა ის თუ ჩვეულებრივი ადამიანია. ამიტომ გონიერი ლოცვა, ანუ ნამდვილი ლოცვა. ანუ ის რასაც ეკლესია 2000 წელი გვასწავლის, დაწყებული ქრისტეს სიტყვებიდან სასופველი გულში ეძებეო და თქვენ გულში იქნება არისო წყარო მადლისა და საიდანაც უნდა გადმოედინებოდეს მდინარე, რომელიც მიედინება მარადიული სიცოცხლისკენ, აი იქიდან დაწყებული. დღემდე ეკლესია ასწავლის, რომ ლოცვა აი ეს არის და სხვა არაფერი. დანარჩენი ყველაფერი არის ის გარეგანი საშუალებები, რომელიც იმ ლოცვამდე მიგიყვანს და უნდა მიგიყვანოს. და აი
ეს არის აუცილებელი პირობა თუ გინდა რომ შენში ღვთის მსგავსება იყოს არსებულად რეალური და არ იყო მკვდარი ღვთის ხატი. უпроსორად ღვთის მკვდარი ხატი. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა რომ შენში ღვთის მსგავსება ცოცხლობდეს ისევ სახარებისეული თანმიმდევრობით ეს არის ქრისტეს ცნობა, ანუ შესაძლებლობა და უნარი შენ ცხოვრებაში იცნო ქრისტე. მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი. მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკი ვერ ცნობს ქრისტეს. მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი ცნობს ქრისტეს. ორივე ავაზაკია, ორივე სამართლიანად სახელმწიფო სამართლით, მაგრამ ზნეობრივი კანონითაც სამართლიანად ისჯება, იმიტომ რომ ორივე მკვლელი და ყაჩაღია, ორივე ერთნაირად იტანჯება, ორივე ერთნაირად გაბოროტებულია თავიდან, მაგრამ აი ერთი ცნობს ქრისტეს. მომაკვდავში ცნობს ქრისტეს. მეორე იგივე მომაკვდავში ქრისტეს ვერ ცნობს და მას გმობს. ქრისტეს ცნობა. აი ნათანაელი ცნობს ქრისტეს. მიუგო მას ნათანაელ და რქვა, რაბი, შენ ხარ, ანუ მოძღვარო, შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისა. ჩვენ თანმიმდევრობა გარკვეულად თუ ამ თანმიმდევრობას დავალაგებთ, დავინახავთ, რომ იმისათვის რომ ქრისტე იცნო შენ ცხოვრებაში, თორე აღმოჩნდები მარცხენა მხარეს სამსჯავროზე, როდესაც თიკნები, უფალო, როდის გიხილეთ შენ? ჩვენ ცხოვრებაში შენ არ გიხილავ არასოდეს. არასოდეს არ გვინახი ხარ შენ ჩვენ ცხოვრება. როგორ შეიძლება? შენ მთელი ცხოვრება გაიარო ისე, რომ ქრისტე ცხოვრებაში არ იხილო, რა, ქრისტე ცოცხალი არ არის? ქრისტე რა ჩვეულებრივი ადამიანია? ქრისტე რა ღმერთი არ არის ყველგან მყოფი? განაშენ მას არასაუბრები ყოველთვის? განაშენ მის უხრწნელ და მკვდეთი და აღდგარ და გააღრთობილ ხორცსა და სისხლს არ ეზიარები? განაშენ ნათელღებული არ ახარ და აქედან გამომდინარე მის მადლს განაშენ შიგნით არ ატარებ? როგორ შეიძლება შენი ცხოვრო ისე, რომ შენ ცხოვრებაში ქრისტეს არ შეხვდე ერთხელ მაინც? და ვერ იცნო, რომ შენ რაღაც ცხოვრებისეული სიტუაცია, ცხოვრებისეული მდგომარეობა ეხლა აი ამ წუთში ღმერთი გესაუბრება. ეს შეიძლება იყოს ლოცვა, ეს შეიძლება იყოს წმინდა წერილის კითხვა, ეს შეიძლება იყოს ევქარისტია, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა. თავად ბავშვიც კი მეტყოლებს ღვთის სიტყვას. ღვთის ჭეშმარიტებას გაღადებს ხშირად. ანუ შეუძლებელია ეს, რომ ღმერთი შენ ცხოვრებაში მრავალგზის არ იხილო. მაგრამ ასევე ურწმუნო ადამიანიც ვერ იტყვის, ურწმუნო ამიტომ ვიყავი, ღმერთი არ მიხილავსო, შეუძლებელია ეს ღმერთს ვინმე დაეტოვები. ამიტომ ქრისტე რო იცნო, რომ მიხვდე და ქრისტიანის გასაგონად არის ეს. მაძიებელიც უნდა იყო. თუ მაძიებელი არ ხარ და არაფერი გაინტერესებს. ზნეობრივი უნდა იყო, თუ მზაკვარი ადამიანი ხარ და შინაგანად უნდა გქონდეს ღმერთის ძიების წყურვილი. მოთხოვნილება, აი ურწმუნოსაც. ურწმუნო ადამიანი ხო არ იცის არაფერი. ეკლესიური ცხოვრება, მადლთან კავშირი არ აქვს, არაფერი არ იცის. მაგრამ აი გულისმიერი მოთხოვნილება არ უნდა გქონდეს ცხოვრების საზრისის ძიებისა? უნდა კმაყოფილდებოდეს ურწმუნო ადამიანი იმით, რომ ნუ აი ჭამოსვა და როგორ ღაზდა, ნუ მერე ჩამფლავენ მიწაში და ეს საკმარისია ადამიანისათვის. ადამიანი უნდა კმაყოფილი იყოს ამითი და თუ ადამიანი კმაყოფილი ამითი განა ის ადამიანი ამ სიტყვის დიდი გაგები. წმინდანები ამბობენ, თუ არ ხვდები ანტონ დიდიც ამბობს. არ მარკოს განშორებული, აღარ მახსოვს ზუსტად. რომ ადამიანი რომელიც არ ცხოვრობს როგორც ღვთის ხატი, ის ადამიანიც არა. როგორ გაბრაზდებიან ლიბერალები და რა ვიცი. გაბრაზდებიან ესეთ რაღაცას. მაგრამ კიდე კაი ამას თეოდორი არ ამბობს. იმიტომ რომ ადამიანი ქრისტიანული გაგებით ნიშნავს იმას, რომ ღმერთის ხატი ხარ. სხვა ყველაფერი ადამიანს არ ნიშნავს. ამ სიტყვის დიდი გაგები. მაგრამ პატარა გაგებით ადამიანობა არც ლიბერალებს არ უნდა. იმათაც უნდა ადამიანები იყვნენ დიდი გაგებით, მაგრამ აი რას ნიშნავს ეს? ამას ხშირად ვერ ხვდები. ქრისტეს ცნობა. აი ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული მესამე თავში. ნახეთ როგორ ამბობს, მე ახალი ქართულით წაგიკითხავთ. ნუ არ გაგიჭირდეთ აღქმა. რომ თავისი დიდების ქრისტეზეა საუბარი. თავისი დიდების
სიმდიდრისაებ მოგცეთ თქვენ ძალა. აი რათა მოგცეს თქვენ სიმდიდრისაებ დიდებისა მისისა, ძველ ქართულად ძალა ლამაზია. მოგცეთ თქვენ ძალა, რათა მისი სულით მტკიცეთ დამკვიდრდეთ სად? ანუ ღმერთის სულით მტკიცეთ დამკვიდრდეთ შინაგან კაცში. დამტკიცდებათ სულისა მიერ მისისა შინაგან კაცსა. და ქრისტეს რწმენის მეშვეობით ღვთის ძალამ დაიმკვიდროს თქვენს გულებში. ანუ დამკვიდრებათ ქრისტეს სარწმუნოებითა გულთა შინათ თქვენ. ნახეთ? ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ნაყოფი რა არის? როცა მისი ძალით ჩვენ შინაგან კაცში მკვიდრდებით, შიგნით. ქრისტეს რწმენის მეშვეობით, ანუ ქრისტეა ჩვენში. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, არ ცხოვრობს ესე და ცხოვრობს მხოლოდ გარეთა ცხოვრებით. როგორც წესი, ეს ადამიანი ამ სიტყვის დიდი გაგებით ადამიანად ვერ იწოდება. იმიტომ რომ ადამიანი ესე ცხოვრობს პირუტყვი. ესე ცხოვრობს არსება, რომელსაც შიგნით სიღრმე არ აქვს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სულ გარეთ რა ხდება? რა ისიამოვნოს, რა შეჭამოს? აი ცხოველი როგორ ცხოვრობს? რა ისიამოვნოს, რა შეჭამოს? ხო, სიამოვნება და ჭამა. გამრავლების ინსტინქტი. ასევე, აი მეტი არაფერი ცხოველს არ ახასიათებს. სულ თავის გარეთ არის. ადამიანსაც ეს ახასიათებს ბიოლოგიურად რო იარსებებს. მაგრამ ადამიანს უნდა ქონდეს შინაგანი ცხოვრება. და თუ ეს არ აქვს, მაშინ და ჩვენ ქრისტიანებს ეს რომ გქონდეს, ამისათვის შრომა უნდა გავწიოთ, იმიტომ რომ აი ჩვენი ცხოველური ბუნება, რომელიც ისწრაფვის გარეთ იცხოვროს, ის ამის საშუალებას ხშირად არ გვაძლევს. მით უმეტეს ის დაცემულია და ცხოველის ბუნებისაგან განსხვავებით მარტო ინსტინქტებით კი არ მოქმედებს. იმიტომ რომ ის მარტო არ არის, მას სულიც აქვს, რომელიც ასევე დემონის მსგავსებაშია და დემონს დაემსგავსა დაცემის მერე და რადგან ჩვენი ხორცი, ცხოველის ხორცის მსგავსად მარტო არ არის, ამიტომ მას ამოქმედებს არაუბრალოდ ინსტინქტები ცხოველური, არამედ ის სული ძალიან ხშირად, რომელიც სიამაყით, ათასგვარი მზაკრობით, პატივმოყვარეობით და შურით, ეგოიზმით, იმ უბედურებებით არსებობს, რომელიც მას დაცემამ მოუტანა. ამიტომ ჩვენი სხეული გაცილებით უარეს მდგომარეობაშია. და ის ხელს გვიშლის, ვიდრე ცხოველის და ის ხელს გვიშლის. რომ ჩვენ შიგნით შევიდეთ. მას იყენებს ჩვენი დაცემული ბუნება და თავად ეშმაკი ჩვენსავე საწინააღმდეგო. თუ ჩვენ არავლაგმავთ, ის გაუხედნავით ცხენზე დამჯდარ ადამიანს ვემსგავსები, რომელმაც ცხენის მართვა საერთოდ არ იცის და თან კიდე პლუს გაუხედნავით ცხენი, რომელიც თავის ჭკუაზე გვატარებს. გარდა ამისა, კიდევ ერთი პირობა, განხრთობის დასაწყისი და ზეცის მოქალაქეობა. ჩვენ ქრისტიანულად იმიტომ კი არ ვცხოვრობთ, რომ უკეთესები გავხდეთ, ხშირად გვითხოვს. და მაძიებელი ვიყოთ, ზნეობრივი გონიერი ლოცვა-ქონეს ქრისტე ვიცნოთ, არამედ იმიტომ, რომ ღმერთნი გავხდეთ და ზეცის მოქალაქენი ვიყოთ. აი, როგორ ამბობს ამ სახარებაში უფალი. მიუგო იესო და რქვა მას. რამე თუ გარქუშენ ვითარმეთ გიხილე შენ ლეხსა ქვეშე და გწამს. უფრო ისი ამაცა იხილო. უფრო მეც იხილა. ანუ შენ გულში ღმერთს შეხვდი, განიცადე და შენ გონი ამით დასრულდება, შენ გააგრძელე. ეს მხოლოდ წინდი, დასაწყისი. დასაწყისია იმ სიდიადისა, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია ჩვენ. და გვეუბნება უფალი, ამაზე მეც იხილა. და შემდეგ ამბობს, ქვამათ, ამენ გეტყვით თქვენ, ამირიდან იხილეთ სანი განხმულნი და ანგელოზი ღმრთისანი აღმავალი და გარდამომავალი ძესაზე და კაცისასა. ანუ ზეცის მოქალაქეობის დასაწყისი, თითოეული ჩვენთაგანისათვის, რომელიც ასე და ამგვარად იცხოვრებს. აი, პავლე მოციქული ფილიპერთა მიმართ ეპისტოლეში პირველ თავში ამას ამბობს. აი, რას ნიშნავს, რომ ზეცის მოქალაქეა? აი, როგორ შეიძლება ეს გამოხატოს სხვა სიტყვებით ადამიანმა, ამ შემთხვევაში პავლე მოციქული, რომლის მიმბაძველებით ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც თვითონ გვამცნო. რამე თუ ჩემდა ცხოვრებაა, ანუ ჩემი სიცოცხლე. ჯერ ძველ ქართულად წაგიკითხავთ, ჩემდა ცხოვრებაა ქრისტე არის. და სიკვდილი შესაძინელი. აი
ესეთი უნდა იყოს ნომინალური მორწმუნე. ესეთები უნდა ვიყოთ ჩვენ. ჩვენი შეიძლება ახლა ამას არ ამბობდე, მაგრამ რატომაც არ ამას უნდა ვამბობდეთ კიდევაც, მაგრამ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ესეთი უნდა იყოს. ჩვენი სიცოცხლე ქრისტია. სიკვდილი შესაძინელი. იმიტომ რომ სიკვდილი ჩემს სიცოცხლეს ანუ კი არ ვკვდები, არამედ გარდავიცვალები როგორც უფალი მეუნება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. გესმით, ყველაზე საშინელი მტერი სიკვდილი. ჩვენთვის არარაობათ არა, პირიქით შემოვალკარებად იქცევა სიცოცხლეში. აი ეს არის, ამიტომ ესეც მოქალაქეობის განცდელნი ჩვენ აქვე უნდა ვიყოთ და განღრთობაც აქვე უნდა დაიწყოს. კიდევ ერთი, რაც მე მინდა გითხრათ, ეს დღევანდელ 60 ქულოში აღმოვიკითხე. ერთგულება რწმენისადმი. ვერ იქნები ქრისტეს ხატი და მსგავსი, უფრო სწორედ თუ არ იქნები რწმენისადმი ერთგული და ნახეთ როგორ გამოჩნდა დღეს ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში. სარწმუნოებით მოსე განრაიმწვსნა, ანუ როცა წამოიზარდა, ანუ სარწმუნოებით მოსე როცა წამოიზარდა, უარყო სახელის დება შვილად ასულისა ფარაოის. ანუ რწმენით იყო რომ მოსემ როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. ეს გესმით რას ნიშნავს? ვინ იყო მაშინ ფარაონი და ფარაონის ასული და ფარაონის ფაქტურად შვილი და ფაქტურად შესაძლებლობა მომავალი ფარაონის, ყოველ შემთხვევაში თითქმის ფარაონის. გესმით ეს რას ნიშნავს? რა ეს იყო უდიდესი ესე იგი ამ ქვეყნიური სიდიადის ზეობაში იყო მოსე, უბრალო ებრაელი ბიჭუნი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველაფერი უარყო. თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებს. რატომ? რწმენისათვის. ეს არის ერთგულება რწმენისადმი და ჩვენ ძალიან ხშირად ვღალატობთ ჩვენს რწმენას არა ესეთი სიდიადის გამო, არამედ რაღაც პატარა რაღაცების გამოც ხო. ძალიან გვიადვილება რწმენა. არ არის ჩვენთვის ძვირფასი და არა ვართ ერთგულნი მის. და აი ძალიან ხშირად რწმენის ღალატი ჩვენ რწმენას ვღალატობთ ადამიანთა გამო. ამ შემთხვევაში ხა წარმოგიდგენიათ ფარაოს ასულმა აღზარდა. როცა ფარაონის ასული აღზდის, ის დედასავით არის. ხო ეყარებოდა მოსე, პატარა იყო მოსე რო გაზარდა. რა თქმა უნდა მასაც უყვარდა როგორც გამზდელი. თუმცა დედაც კი გაიგო მე ვინ იყო, მაგრამ ხო უყვარდა. ყველაფერი ასწავლა. ეგვიპტურ კულტურას ეზიარა. დედა იყო. ანუ დედაც უარყო. ანუ დედობილი დედა ამ შემთხვევაში უარყო რწმენისათვის. ჩვენ პატარა რაღაც ან სამსახურში, ან რაღაც ოჯახში, ან რაღაც მეგობრებში იმდენად უსუსური ვართ ხოლმე რწმენის საკითხებში, რომ ვიღაცამ რაღაცა არ თქვას და ვიღაცამ რაღაცა არ იფიქროს და ვიღაცა არ შევაწუხო და არა არ უნდა შეაწუხო შენ რწმენით ეგოისტურად სხვა თემაა. გამგებმა გაიგოს რაზე ვამბობ. აი პავლე მოციქული რას ამბობს გალატელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. უკეთ თუმცა კაცთახა სათნოვე ყოფოდე, ანუ თუ კაცისთვის სათნოთ ვიქცეოდე, რომ კაც მოეწონოს. ქრისტეს მონამცა არა ვიყავ. რა საჭყვებია ნახე. ჩვენ ძალიან ხშირად კაც არ ახარ მაშინ ქრისტეს. და როდესაც ეს არჩევანი გიდგება, ყოველთვის არ არის ეს არჩევანი. შეიძლება ადამიანსაც მოეფერო და ქრისტეს მონაც იყო ერთგული. მაგრამ როცა ეს არჩევანი დგება, უფალი გახსოვთ რას ამბობს? უკეთ თუ არ უარყოფ და ჩამოთვლის თელ ოჯახის წევრებს, დედიან ბუდიანას უყველას. და ბოლოს საკუთარ თავს არ უარყოფ და არ შემომიდგებინე, ჩემი ღირსი არ ახარ. აი პავლე მოციქულის ადასტურებს. უკეთ თუ კაცთაღა სათნოვე ყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ. ერთგულება ეკლესიისადმი. იცი ზოგი ფიქრობს რომ რწმენისადმი ერთგულია, მაგრამ რწმენისადმი ერთგულება ჩვენ ვიცით. ეკლესიისადმი ერთგულებაში ვლინდება, იმიტომ რომ ჩვენ გვწამს ეკლესია როგორც ქრისტეს წმინდა სხეული. და არ გვესმის ეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც რწმენას ერთგულებს. აი დღეს, აი ამ წუთშიც. ბევრი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირი, რომელიც რწმენას ერთგულებს. როგორ ქრისტეს რწმენას ერთგულებს? ეკლესიას უწყებს ბრძოლას. ლუთერივით ემართებათ, ანუ შეიძლება რაღაცა უმსგავსობა ნახონ ეკლესიაში და ამ უმსგავსობასთან ბრძოლას თელ ეკლესიას გადააყოლობენ და ეკლესიის წრები ხდებიან ხოლმე. და თავს ინუგეშებენ და იმშვიდებენ იმით, რომ როგორ მე კაცო რწმენის ერთგული ვარ, აბა როგორ ეკლესიისადმი ერთგულება და ინახეთ და აქ ამ შემთხვევაში ჩვენ გავაიგივებთ.
ერთგულება ეკლესიისადმი და ეკლესია როგორც სამშობლო. მე მინახავს ერის კაცები, მამულიშვილი, რომლებიც ამბობენ, რომ სამშობლო უპირატესია ჩვენთვის ვიდრე ქრისტე. ეგეთებს ვიცნობდით ჩვენ. მაგალითად ჯორდანია. მსგავსი ადამიანები, ეს და მსგავსი ადამიანები, რომლებისთვისაც თითქოს და სამშობლო იყო უპირატესი ვიდრე ეკლესია. როდესაც შენთვის სამშობლო ხდება უპირატესი ვიდრე ეკლესია, შენ სამშობლოს მოღალატეს ახარ ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ შენი სამშობლო და ეკლესია განუყოფელია. სხვა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სამშობლოს მოღალატე, მაგრამ მაინც ვერ იქნები მოღალატე, იმიტომ რომ შენ ჭეშმარიტების მატარებელი ხარ. შენი სამშობლოსათვის მაგალითი ხარ, როგორც პავლე მოციქული იყო მაგალითი ებრაელებისათვის. უფრო ისღა გამოირჩია ისევ ებრაელთან. თანაძვირის ხილვაიერსა თანა ღმრთისას, ანუ ერჩივნა მოსეზია საუბარი, რომ ღვთის ერთად ტანჯვა მიეღო, ვიდრე რაითა აქუნდეს მას საწუთრო იგი საშვებელი ცოდვისაი. ანუ ვიდრე ქონოდა ამ წუთის სოფელში ცოდვისაგან სიამოვნება. ანუ ახალ ქართულად ესია და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირეხნით ცოდვილ განცხრომას. ღვთის ხალხი ნიშნავს ეკლესიას. მოსეს შემთხვევაში სამშობლოსაც, საქართველოს შემთხვევაშიც ესეა. და ეკლესიასთან ერთად ერთგულება და მასთან ერთად ტანჯვა გვერჩვინოს. თუნდაც ეს ღვთის ერი ძალიან მცირე სამწყსო იყოს. ვიდრე მცირეხნით ცოდვილ განცხრომას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დღეს, როდესაც გვევლინებიან ეკლესიის მტრებად, ეს ეკლესიის მტრები. სხვადასხვა მიმდინარეობებში და ფრთებში და მიმართულებებში ეწერებიან, რაც თანამედროვე მსოფლიოში მოდათ მოუტანია ჩვენთვის, ისინი სწორედ წუთიერი განცხრომის გამო ღალატობენ სინდის, ეკლესიას, სამშობლოს და ღმერთს. კიდევ ერთი თვისება, ქრისტესათვის მოწამეობა. ჩვენ თუ ჩვენ თავში მოწამე არ აღზარდეთ, ხშირად გვითხოვს. ჩვენ ქრისტიანები ვერ ვიქნებით. მოწამე რას ნიშნავს? მოწამე არის ექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომლის მთელი არსება კონცენტრირებულია ტკივილში, იმიტომ რომ მას აწამებენ. მას ტკივა. ამიტომ მოწამე წარმოგიდგენია, ადამიანს აწამებენ და ეხლა ფიქრობდეს შია, ან თქვა რაღაცა ფუფუნებაზე ფიქრობდეს, ან კარიერაზე ფიქრობდეს, ხო გესმით? საშინლად ტკივა. მთელი მისი არსება მოქცეულია ამ ტკივილისაკენ. და აქედან, აი როგორც ჯვარცმული ავაზაკი და აქედან მას აქვს გამოსავალი. ან გაგმოს თავისით თავიც ეს სამყაროც ეს დაბადებაც დაწყევლოს და ვინც აწამებს ესეც და და მეორე ღმერთის წინაშე დადგეს როგორც ჯვარცმული ავაზაკი და თქვას ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, მე ღირსი ვარ ამის, ღმერთო შემიწყალე. და აი ამ ტკივილში მან ღმერთი იპოვოს. მოწამე არის ადამიანი, რომელიც აი ამ საშინელ გაუსაზღვის ტკივილში მთელი მისი არსება ღმერთისაკენ ისწრაფეს. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენში უნდა აღზარდოთ. შეიძლება ჩვენ არამედ გვაწამოს, იმიტომ რომ ამის ღირსნი არ გავხდეთ, იმიტომ რომ ხედავს უფალი რა სუსტნი ვარ და ამას ვერ გაუძლებთ, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურობაში, როდესაც სულ გაქვს არჩევანი კეთილსა და ბოროტ შორის, როდესაც ამ სოფლის უსამართლობა კისერზე გვაწევს და სხვა უამრავი პრობლემა გვაქვს, არ ვიწუწუნოთ, არამედ მთელი ჩვენი ეს გაწელილი ტკივილი, მოწამეს კონცენტრირებული ტკივილი აქვს და ჩვენ ცხოვრებაში გაწელილი ტკივილი გვაქვს, ეს გაწელილი ტკივილი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ ტკივილის საშუალებით ღმერთისაკენ გავიხედოთ. რა შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს? აი ისევ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, როგორც გააკეთა მოსემ. უფრო ისად სიმდიდრეთ შერაცხა ეგვიპტის საფასეთა ყვედრება იგი ქრისტესი. ანუ თანამედროვე ქართულად ესე ჟღერს. ქრისტესათვის გმობა უფრო დიდ სიმდიდრეთ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე. ნახეთ, საოცარია, ხო, ფუფუნებაში ცხოვრობს. მაგრამ ქრისტესათვის გმობა, ანუ ტკივილი, წამება, ქრისტესათვის უფრო დიდი სიმდიდრეა მისთვის. როდესაც არჩევანს დაგიყენებენ ქრისტე თავის ტკივილებით, თუ ქრისტესთან ერთად ჯვარცმა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქრისტესთანა ჯვარცმული ვარ, თუ ამას ოფლის მოლხენა და ფუფუნება.
აქ კიდევ ერთი საინტერესო რამეა. ლაპარაკია მოსეზე და სად არის ქრისტე იქ? ეს ხო ძველი აღთქმის პერიოდია. მაგრამ პავლე მოციქულს არ ეშლება. პავლე მოციქული ამბობს ქრისტესათვის გმობა, მოსე. უფრო მეტად დიდ სიმდიდრედ შერაცხა. სად არის ქრისტე ძველ აღთქმაში? საქმეც იმაშია, რომ ძველი აღთქმის ყოველი მართალი არის იმიტომ, რომ ის რომ ქრისტეს დროს დაბადებულიყო, ის ქრისტეს იცნობდა. ანუ მართალი არის ის ადამიანი ძველ აღთქმაში, რომელიც ქრისტეს მცნობელი. წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც ქრისტე არ უნახავს, ის ქრისტეს მცნობელი. ამით ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქრისტე არ გვინახავს. თვალი. მაგრამ ჩვენ ქრისტეს მცნობელი უნდა ვიყოთ. თუ მოსე იყო ქრისტეს მცნობელი, ჩვენ მით უმეტეს უნდა ვიყოთ ქრისტეს მცნობელი, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი უფრო კარგად ვიცი. მოსე მიცოდა წინასწარმეტყველება, ხოლო ჩვენ წინასწარმეტყველების აღსრულება ვიცი. ანუ ქრისტეს ცნობა შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა. თუ ადამიანი იმის მიხედვით ცხოვრობს, რაც ჩამოთვალე, მას ეძლევა უნარი ქრისტე დაინახოს და იცნოს. ასევე ებრაელთა მიმართ მე-12 თავშია. აი რატო არის რომ ჩვენ ცუდი ქრისტიანები ვართ? აქაც მოწამეობაზეა ხაზგასმა. რატომ არის რომ ცუდი ქრისტიანები ვართ? რატომ არის რომ ვერ ვახერხებთ ვიყოთ გულმხურვალენი? რამე თუ არღარა სისხლათმდე წინა დადგომილ ხართ თქვენ ცოდვისა მიმართ ახოვნა. იმიტომ ვართ სუსტები რომ ცოდვას სისხლის დაღორამდე სისხლის დაღორამდე არ ვეწინააღმდეგებით ახოვნათ ცოდვას. ანუ ცოდვას ისე ვეფერები გვეცოდება საკუთარ. აი მოწამეს კიდე შეიძლება თავის შეეცოდოს. თუ აი რა ცოდო ვარ ტკივა. არა, მეომრისული აქვს მოწამე. არ ეცოდება მას საკუთარი თავი. და ცოდვასთან ბრძოლაში ყოველი ადამიანი მოწამის მდგომარეობაში უნდა იყოს. არ შეგეცოდოს საკუთარი თავი და სასწრაფო ბრძოლა გამოუცხადო ცოდვას. კიდევ ერთი თვისება მიბაძვა ქრისტესი. უნდა მიბაძო მას, რომ დაინახა. აი ესე ჟღერს ებრაელთა მიმართ მე-12 თავში. სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და სწრაფ მომავალი იგი ცოდვაა. ანუ სიმძიმე, ქვეყნიური და ცოდვა განვიშოროთ. და მოთმინებით რბიოდეთ წინა გამზადებულსა მას ჩვენ ღვაწლსა. უფალმა მოგცვა ეს ასპარეზი ღვაწლისა, განგვიმზადა რომ მოგვიყვანა ამ ქვეყნად და მოთმინებით უნდა რბიოდეთ. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩვენისა წინამძღვარსა და სრულების, ანუ სრულყოფილების მოქმედს იესოს. და ეს მიბაძვა ვლინდება კიდე სხვანაირადაც ამბობს პავლე მოციქული გალატელთა მიმართ მე-5 თავში. ხოლო ქრისტესთან მათ, ანუ ჩვენ, ხორცნი თვისნი ჯვარს აცუნეს ვნებითურთ და გულის თქმით. ანუ ამითაც ადამიანი ქრისტეს გავს. დიდებული სიტყვები აქვს პავლე მოციქულს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში მე-3 თავში. მე რაღაც ნაწილს აღმოგიკითხავთ. მე ვფიქრობ, ეს გასაგები იქნება თქვენთვის ეს ამონარიდი, მიუხედავად იმისა, რომ ძველ ქართულად არის. არამედ რომელი იგი იყო ჩემდა შესაძინე, ანუ ის რაც მე უნდა შემეძინა ამ ცხოვრებაში. ამ ცხოვრებაში ყოველას რაღაცები გვაქვს, ჩვენი მიზნები, გეგმები, ასე შემდეგ. ესე შემირაცხიეს, ანუ ეს შევრაცხე ქრისტესათვის ზღვევა ნიშნავს ზარალს, დანაკლის, არასაჭიროს. ანუ ეს თითქოს რაც კარგია უნდა შემეძინა ქრისტესათვის ეს ყველაფერი ჩემს დამაზარებლად, ანუ ზარალად, ანუ ჩემთვის არასაჭიროდ ჩავთვალე ქრისტესათვის. არამედ დაშეცავ რაცხო ყოველივე ზღვევად, ანუ ყველაფერი ეს ზარალად ჩავთვალე და ნაგევად, ანუ ნაგვად. ხედავთ, ყველაფერს ნაგვად თulis. პავლე მოციქული. რომელიც მეორე თითქოს უნდა შემეძინა ქრისტესათვის. და რატომ აკეთებს ამას? რაითა ქრისტე შევიძინო და ვიპოვო მაშინ, ანუ ვიყო მაშინა, რაითა და რატო ვიყო მაშინა და რას ნიშნავს ვიყო მაშინა, ანუ ქრისტეში ვიყო, რას ნიშნავს? რაითა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე. ხშირად გითხოვს, თქვენ ხედავთ ადამიანს და საკუთარ თავს და მოვლენას, ყველაფერს საკუთარი სიმართლე, სახარების სიმართლეში უგზა უნდა დაინახო.
არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე, არამედ ღმრთისა მიერ იგი სიმართლე სარწმუნოები. ცნობათ მისა, ანუ მისი ცნობა და მისი ცნობა არის მარადიული სიცოცხლე, როგორც იოანე მოციქული განგვიმარტავს, უпроსტოდ უფალი გამარტავს იოანე სახარებაში, ცნობათ მისა და ძალსა მისა აღდგომისა მისისას. ანუ მის აღდგომას, მისი აღდგომის რწმენა და ცნობა მისი ძალისა მისი აღდგომისა და ზიარებასა მას ვნებასა მისთას. ანუ მის ტკივილებს უნდა ვეზიარო. აი ქრისტიანობა სხვანაირად შეუძლებელია. თუ მის ტკივილებს არ ეზიარებ. გარდა ამისა აგრძელებს თანახად ქმნათ სიკვდილსა მას მისსა. ანუ როგორც ის მოკვდა, ისე უნდა მოვკვდე. ამას სოფლის უსამართლობისა და ცოდვისათვის. როცა ინათლებით ამას გიკითხავენ თქვენ, რომ სამგზის შთაფლა წყალში პავლე მოციქულის სიტყვებს კითხულობენ, ნიშნავს, რომ შენც კლდები ქრისტესთან ერთად. ანუ ეს სიტყვები ჩვენზე წაკითხული აქვს, როცა მოვინათლე. რათა ვითარ რაივწოდე აღდგომასა მას სამკვდართას. ესე იგი, როცა ამას განვაკეთებ და მისი სიკვდილის თანაზიარე ვიქნები, თანახად სიკვდილსა მისა, მაშინ მის აღდგომასაც მივწოდები, ანუ ჩემი აღდგომას მოხდები. ძმანო მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად, ანუ მე ჩემ თავს არ შევრაცხავო, რომ უკვე სადღაც წინ წავიწიეო. არა. მაგრამ ნახეთ რას გვასწავლის, ხოლო ერთი ესე, ხოლო ამას კი ვამბობ, ანუ ამას გვასწავლის. უკანას ამას დავივიწყებ. ჩვენ რო გვიყვარს უკანყურებას თავის პრაქტიკული დანიშნულება, როცა შენ თავს გაახსენო, როცა სინანული არა გაგდა, თავი რაღაცა გგონია, გაახსენო შენ ის არა ხარ თეოდორე, ესენი რომ ჩამოუთვალო შენ თავს ლოცვის წინ, ნალოცვის შუაში, ჩამოუთვალო ესენი შენ არ გაიკეთებია, გაახსენო. მხოლოდ ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში არა. და ნახეთ, ხოლო ერთი ესე უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას მივწოდები, აი, როგორი ენერგია დევს, ხო? მივწოდები. ანუ როგორი ენერგიულია პავლე მოციქულის სიტყვაშიც კი. ჩვენი მოქალაქეობაა ცათაშინაარს. რატო? ვინაიცა მაცხოვარსა მოველი. უფალსა იესო ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩვენისანი, რაითა იყვნენ იგინი თანახად ხორცთა მათ დიდებისა მისისა. ესე იგი, აი ეს სიტყვები თუ ადამიანს არ გამოაფხიზლებს და არ გააღვიძებს და არ გააცოცხლებს, არ კითხულობთ ხოლმე არა წმინდა წერილს. ან ისე კითხულობთ, რომ თქვენ გულს და სულს არ ეხება. როგორ შეიძლება ადამიანი ამას კითხულობდეს და მერე მოვიდეს და კიდე რაღაც ესე და ან როგორ, რანაირად? და მერე პავლე მოციქული პირველი თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ მოძღვის ესე იქ როგორ ვიქნებით ესე? მარადის გიხაროდეთ, მოუკლებლით ილოცვიდეთ, ყოველსა შინახა მადლობდით, რამე თუ ერთი არის ნება ღვთისა ქრისტე იესოს მიერ თქვენ და მიმ. ადამიანი იტყვის, აუ მამო, ამ ცხოვრებაში საჭმელი გვინა, სასმელი გვინა, სახლი გვინა, კარი გვინდა, მეგობრები გვინა, მეგობრები ძმები ყავს და საერთოდ ამ ცხოვრებაში ვართ ესე და ყველაფერი გვინა და იონე ოქროპირი როგორც მას ჩვევია გენიალურად ეხება ამ თემას. რა თქმა უნდა ყველაფერს არ ეხება, რაც ჩვენ გვინდა და ყველა ციტატა არ მოაქვს, მაგრამ იონე ოქროპირის დავესესხები და აი რაც გვინდა იქიდან რაღაც ნაწილი ამოიღო. იქაც ეთყობა წუწუნებდნენ და თქვენ მეტყვით ესეო და აი ესეო და ეს ყველაფერი ქრისტეაო ეუბნება. და თუ ჩვენ შინაგანად ფიქრობთ, რომ ჩვენ ბედნიერნი მხოლოდ მაშინ ვიქნებით, როცა ყველაფერი გვექნება, რაც გვინდა, იონე ოქროპირის პირით, ამ შემთხვევაში პავლე მოციქული გვეუბნება. შესამოსელი გინდა? ქრისტეა ჩვენი შესამოსელი. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, რამე თუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელიღეთ, ქრისტეს შეიმოსეთ, ქრისტეს შემოსილები ვართ. ათლობისას იგალობება. ტრაპეზი, საიდანაც ვიკვებები. იოანეს მე-6 თავი. მეც ცხოველ ვარ მამისათან, ანუ მე ცოცხალი ვარ მამასთან ერთად და ამბობ, რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს, ანუ ისიც ცოცხალი იქნება ჩემ მიერ. ჩემგან ჭამდეს. ქრისტეა ის, საიდანაც ვიკვებებით, ქრისტეა ჩვენი ტრაპეზი. ქრისტეა ჩვენი სახლი და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ესეთი ადამიანი ჩემთანა
დადგრომილავს. ჩემთანა ანუ ქრისტეში ცხოვრობს ეს ადამიანი. ქრისტეა ფესვები, სადანაც ჩვენ ვიკვებები, ჩვენ გონია რომ ჩვენი ყველაფერი სიკეთე, წყარო ჩვენა ვართ, ხშირად ესე ვართ. ნახეთ, მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, ეს იოანეს სახარების მეხუთმეტე თავი, რომელიც დაადგრეს ჩემთანა და მე მისთანა, ამან ასეთმა ადამიანმა მოიღოს ნაყოფი მრავალი. ანუ ჩემთან დადგომით მოიღებთ მრავალ ნაყოფს. რამე თუ twinier ჩემს, ანუ რამე თუ ჩემს გარეშე არარაი ძალგიც ყოფათ, არცა ერთი. გინდა მსგავსი გახდეთ. ღვთისა, გინდა ადამიანი იყო, ღმერთის გარეშე ამის უნარი არა გაქვს. ქრისტე ჩვენ მეგობარს გვიწოდებს. იოანეს სახარება ისევ მეხუთმეტე თავი. თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ. თქვენ გარქვ მეგობრად, რამე თუ ყოველი რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან გაუწყეთ თქვენ. ღმერთი მეგობარს გვიწოდებს. ძმას გვიწოდებს. ასევე რომელთა მიმართ ეპისტოლეს მერვე თავი. რამე თუ რომელნი იგი წინასწარ იცნა, წინასწარ, ანუ ჩვენზეა საუბარი. წინასწარ განაჩინა თანა მსგავსად ხატისამის ძისათვის ისა, რაითა იყოს იგი, ანუ მამა ღმერთმა რომელმაც წინასწარ იცნა, წინასწარვე დაადგინა მსგავსად თავის ძის ხატის მსგავსად, რაითა იყოს იგი, ანუ ქრისტე, პირმშო, ანუ პირველი მრავალთა შორის ძმათა. ნახეთ რა საოცარ რაღაცას გვეუბნება პავლე მოციქული. ჩვენ ყველანი დაძმანი ვართ და პირველი ჩვენ შორის არის ქრისტე. ესე განაგო მამა ღმერთმა. ჩვენ ღვთისშვილები ვართ ქრისტეს მიერ. გალატელთა მიმართ ეპისტოლეში მესამე თავი. რამე თუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებით ქრისტე იესუისთან. და არა თუ შვილი, არამედ და აქედან გამომდინარეც ჩვენ ქრისტეს სხეულის ნაწილი ვართ. პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში 12 თავი. თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგან ქრისტეს სხეულის ნაწილები. ჩვენ გვინდა რომ ვიზეიმოთ მართლმადიდებლობა, ჩვენ გვინდა რომ მართლმადიდებლობის ზეიმი ჩვენი როგორც მართლმადიდებლების თითოეული ჩვენთაგანი ზეიმი იყოს. გვინდა რომ ჩვენ არ ვიყოთ ანათემის ქვეშ მოქცეულნი როგორც ხატბრძოლნი. ამისათვის უნდა ვიცხოვროთ ასე და ამგვარად, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის. წმინდა წერილი შეიყვარეთ. ეს არის წყარო ჩვენი ცხონებისა, ჩვენი სიხარულისა, ჩვენი სიბრძნისა, ჩვენი ბედნიერების და ჩვენში არსებული ღვთის ხატის, ღვთის მსგავსად გადაქცევისა, ჩვენი მართლმადიდებლობისა. ამინ. მადლეუფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.